ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ხსენებას ღირსთა მამათა ტაო კლავჯეთის უდაბნოში მოღვაწეთა მამათა და დედათა და მათი წინამძღოლის დიდი მოძღვრისა და კლავჯეთის უდაბნოს გამორჩეული მოღვაწის და ყვავილის ღირსი გრიგოლ ხანძთელის ხსენებას. დიდია ღვაწლი ამ ადამიანების. მათი ღვაწლი გახდა დასაწყისი საქართველოს სამეფოს მტკიცე გაერთიანების. ერთ სახელმწიფოდ შეკვრის და საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანის პერიოდად წოდებული ჟამის დასაწყისის. ჩვენ ყოველივე ამას პირველ რიგში უნდა სულიერი თვალით შევხედოთ. შემდგომ უკვე შესაძლებელია გავაკეთოთ სხვადასხვა სახის დასკვნები. იქნება ეს პოლიტიკური, გეოგრაფიული, ეკონომიური და სხვა. მაგრამ პირველ რიგში შევხედოთ სულიერი თვალით ღმერთმა ინებამ, რომ საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში შემდგარიყო ძლიერი, მაღალი სულიერების, ღრმა განათლების მრავალი კერა. რათა იქ მოღვაწევად ღმერთშემოსილ მამებს გამორჩეულთ თავიანთი სამონაზვნო ღვაწლით. გრიგოლ ხანძთელი, როდესაც მიდის ოპიზის მონასტერში, იქ სწავლობს სულიერ ცხოვრებას, სამონაზვნო ღვაწლის ტვირთვას. სწავლობს როგორც საერთო საცხოვრებელში ცხოვრები მამებისაგან, ისევე გარემო მარტომყოფად ცხოვრები მონაზვნებისაგან. და ეს ღირსი მამა საოცარ რამეს ანხორციელებს. ის აერთიანებს საერთო საცხოვრებელი და მარტო ყოფი მეუდაბნოე მამების სულიერ ცხოვრებას ერთი მოძღვრის, ერთი წინამძღვრის ხელმძღვანელობის ქვეშ.
ეს ძალიან რთული პროცესია, იმიტომ რომ განსხვავებულია ყოფა მარტოდ ყოფებისა და საერთო საცხოვრებლის მონაზვნებისა. მათ განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს, განსხვავებული განრიგი და ამ დიდმა მამამ შეძლო თავისი სულიერი ავტორიტეტით გაერთიანებინა იმ დროს კლარჯეთის უდაბნოში მოღვაწე სამონაზვნო დასი. გაერთიანებინა და მათთვის ყველასათვის, მეუდაბნოეთათვისაც და საერთო საცხოვრებელში მყოფთათვისაც მიეცა სწორი, სულიერი მოძღვრება მათი საჭიროების და მათი ცხოვრების წესის მიხედვით. და რა თქმა უნდა, ეს დიდი სულიერი სიბრძნე ამ ღმერთშესმოსილ მოღვაწეს მისცა უფალმა, მისცა მისი საოცარი სიმდაბლისათვის, მისი ღვაწლისთვის, მისი თავდაბდებისათვის ქრისტეს მიმართ. და უკვე სხვა დანარჩენი ამ მამის თვისება ის ღრმა განათლება, რომელიც მას ჰქონდა, სხვადასხვა უნარები, რამე თუ გრიგოლ ხანძთელი იყო ჰიმნოგრაფი, მას შექმნილი აქვს მრავალი საგალობელი, მიძღვნილი მაცხოვრის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის, აბოთ ფილელის და სხვა წმინდანებისადმი და მის საგალობელს ნოტებზე გადატანილს უკვე ქართული ჯარი ღეროდა, როდესაც მიდიოდა ლაშქრობაში. ამ ადამიანმა შეისწავლა გამოცდილება ბიზანტიის, პალესტინის, ანტიოქიის მონაზვნებისა და ყოველივე რაც კეთილი იყო მის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის და მონასტრებისათვის, ის ყოველივე გამოიყენა სწორად მიაწოდა თავის სულიერ შვილებს. მისი სულიერი შვილები იყვნენ საბას ლავრის მონასტერში მყოფი ქართველებიც, იერუსალიმში ცხოვრები, მონაზვნებიც. ის მოძღვრავდა მამათა და დედათა მონასტრებს. საოცარი სულიერი დარიგებით და ამავ დროს თვითონაც
მზად იყო რომ ყოფილიყო როგორც მოწაფე არა მხოლოდ როგორც მოძღვარი არამედ მიეღო სხვათა დარიგებაც და რჩევაც და მისი ცხოვრება მოგვითხრობს ჩვენ რომ მრავალ საკითხზე ის საუბრობდა და რჩევას ისმენდა დედა თებრონიასაგან დედათა მონასტრის წინამძღვრისაგან და ბრძანებს ცხოვრება რომ ეს ორნიო იყვნენ ერთ სულო და დედა თებრონიასთან აგზავნის გრიგოლ ხანძთელი სულიერი დარიგებისათვის ადამიანებსაც ქალბატონებს და ჩვენ გვაქვს საოცარი მაგალითი მამაკაცთა და დედაკაცთა ქრისტეში ერთობის სულიერი და მადლმოსილი თანასწორობის დიდი პატივის და მოგზალების ერთმანეთის მიმართ. აი ეს მაგალითები ჰქონდა ჩვენს ერს თვალწინ ძვირფასო ძმანო და დანო. ამ მაგალითებით იზრდებოდნენ სამეფო გვარის წარმომადგენლები, ერისთავები თუ ერისთავები თუ სხვა დიდებულები. ამგვარ მაგალითს იზიარებდნენ აზნაურნი და უბრალონი. და ამასთან თანდართული იყო, როგორც აღნიშნეთ, ის საოცარი სიღრმე ცოდნისა, რომელიც გააჩნდა ჩვენს მამებსა და დედებს. ცოდნა ენების ნათქვამია, რომ გრიგოლ ხანძთელს რამოდენიმე ენა სცოდნია. სავარაუდოდ იმ დროს თუ ავიღებთ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, ბერძნული, იყო არაბული, იყო სომხური. და სხვა ენებიც. ზეპირად იცოდა წმინდა წერილის წიგნები, მამათა ნაშრომები რამოდენიმე. თვითონ ქმნიდა, როგორც აღნიშნეთ, პოემებსა და საგალობლებს. და ამასთან ერთად ეს წმინდა მამა იყო
კლარჯეთის მონასტრების მოძღვარი და მრავალ საქმეს, რომელსაც ეკითხებოდნენ მას მონასტრების ცხოვრებაზე თუ სხვადასხვა საადმინისტრაციო საკითხზე და ამასთან ერთად საერო საკითხებსაც ეს ღირსი მამა ყოველივეს ასწრებდა. და ღვთის შეწევნა რომ არ ყოფილიყო ეს რაც ამ წმინდანმა შეძლო ადამიანისათვის არის შეუძლებელი. და ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი წმინდა წერილში თავის მოწაფეებს ეუბნება ცხოვნების შესახებ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელი ღვთისა მიერო. და ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს ისიც რომ თუ როგორი პერიოდი იყო ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჯერ ირანელების შემოსევა, აოხრება იბერიისა. მერე არაბების შემოსევა საქართველოში, აღმოსავლეთში თუ დასავლეთში. და ტაო-კლარჯეთი იქცა იმ ტერიტორიად, სადაც ქართველებს შეეძლოთ თავისუფლად ეზრუნათ როგორც სულიერ ისე სახელმწიფო აღორძინებაზე. ეს ძირძველი მხარე, რომელშიც ანტიკური დროიდან სახლობდნენ ქართველები და საუბარი იმაზე, რომ ეს არ არის და არ იყო ქართული მხარე, არის მინდა ვთქვა ძალიან დიდი შეცდომა. იქვე ქართველთა მეზობლად სახლობდნენ კიდევაც სხვა ერის შვილებიც, სომხები, ბიზანტიელები, მაგრამ ქართველურმა ტომებმა ამ ტერიტორიაზე ერთად შექმნეს ის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც დღეს წარმოადგენს ჩვენს სიამაყეს. ქართ იბერები, მეგრელჭანები სახლობდნენ ამ ტერიტორიაზე და ისინი ქმნიდნენ ისტორიას ტაო-კლარჯეთისა და მთლიანად ამ ძირძველი ქართული მხარის. და თუნდაც დღეს, როდესაც ჩვენ ჩავდივართ ამ კუთხეში, გვანცვიფრებს ის სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც ეკლესია, მონასტერთა და ფიზიკური, მატერიალური ციხესიმაგრეების და სხვა არქიტექტურული შენობა ნაგებობების სახით
რომელიც არის შემორჩენილი. ოშკი, იშხანი, თუნდაც დანგრეული ბანა, არტანუჯი, მემკვიდრეობა ჩვენი წინაპრებისა. და ამ ურთულეს დროს, როდესაც დანარჩენი საქართველო იყო დაპყრობილი, ჩვენი წინაპარი ამ კუთხეში შრომობდა, ლოცულობდა და იბრძოდა ერთი მთლიანი სახელმწიფოსათვის. გრიგოლ ხანძთელის პერიოდზე უფრო ადრეც ქართველთა გაერთიანება ერთ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, დაწყებული იყო. ატენის სიონის 729 წლის წარწერა გვეუბნება, რომ სტეფანოს მამფალი ავიდა ქართველთა და მეგრელთა ტახტზე და კეთილად იღვაწა 20 წლის განმავლობაში და მიიცვალაო თვესა ოქტომბერსა პირველში, თუ არ მეშლება. იბერიისა და კოლხეთის ერთობა ეს მუდმივი მისწრაფება და სანუკვარი სურვილი იყო ჩვენი წინაპრებისა. და გრიგოლ ხანძთელის პერიოდმა და ამ დიდმა მოღვაწეებმა დაუდეს ყველაზე ძლიერი საფუძველი და მისცეს ძლავრი ბიძგი ამ პროცესს. რამე თუ ამის შემდგომ უკვე ბაგრატიონთა გვარი გრიგოლ ხანძთელის მიერ აშოტ კურაპალატის შვილები მუდმივად ემსახურებიან ამ იდეას, საქართველოს გაერთიანებას. და ამიტომაც ძვირფასო ძმანო და დანო, დღევანდელი წმინდანების ხსენება ეს არ არის მორიგი დღე ეკლესიის ცხოვრებაში მხოლოდ. მიმაჩნია, რომ ამ დღის შინაარსი, ამ მამათა არა მხოლოდ ღვაწლი, არამედ მათი იდეა და მათი მისწრაფება უნდა იყოს დღევანდელ დღეს ძალიან ხმამაღლად და ძლიერად ქადაგებული ჩვენს საქართველოში. და აღებული ზუსტად ეს მაგალითი ამ დიდი მამების ცხოვრების, სწავლების, რომელშიც ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ რწმენას, სიყვარულს,
სამართლიანობას, მოთმინებას, მიტევებას პირადი მტრებისა მიმართ. პატივისცემასა და სიყვარულს ყველას მიმართ იქნება ეს ქართველი თუ უცხო ტობელი. შრომას ცოდნის შეძენის დიდ სურვილს და ამ ყოველივემ ერთად შემდგომ შექმნა პერიოდები ზუსტად ბაგრატ მესამისა, ბაგრატ მეოთხისა, დავით აღმაშენებელის, თამარ მეფის. თუ შემდგომ ჩვენი ბრძოლებისა და თავგანწირვის ქრისტესათვის და სამშობლოსათვის. დღეს, როდესაც ძალიან ბევრს საუბრობთ ჩვენ ღირებულებებზე და ფასეულობებზე, პირველ რიგში გვმართებს, რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები კარგად გავიხსენოთ. თუ დაგვავიწყდა მათი წარმომავლობა და სადაურობა კვლავ მოვიკვლიოთ და დავინახავთ, რომ ის, რაც საუკუნეების მანძილზე ქართველი ერისათვის იყო ძვირფასი, ეს არის საერთო საკაცობრიო საგანძური და ღირებულება. და ამას უნდა დაუბრუნდეთ ყველანი ერთად. ამას უნდა ვცდილობდეთ. ჩვენ ყველანი ვართ შვილები დღევანდელი დროისა. ყველა დროის მანკიერება, პროსტორად ყველა მანკიერება დღევანდელი დროისა ჩვენშია. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მე რაღაც არ გამიკეთებია, კი, არ გამიკეთებია, მაგრამ ჩემ თვალს უნახავს, ჩემ ყურს მოусმენია. რაღაცა მომწონებია, რაღაცას დამთანხმებულ ვარ. ჩვენ ყველანი ერთად ვართ პროდუქტი ამ დროის და სხვანაირად შეუძლებელიც არის, იმიტომ რომ ამ ეპოქაში მოგვიწია ჩვენ ცხოვრება. და როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე, მაღალ სულიერებაზე და კულტურაზე, რატომღაც ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი მოვიძიოთ სხვაგან. და არ ვეძიებთ ამას არც ჩვენს ისტორიაში, არც ჩვენ კულტურაში, არც ჩვენს მეცნიერებაში. არც ჩვენ პოლიტიკურ თუ საბრძოლო ხელოვნებაში, მის ისტორიაში. და
მერე აღმოვაჩენთ, რომ რაღაცა ჩვენთვის მიუღებელია, რაღაცა არ მოგწონს. ჩვენს ეთნოფსიქოლოგიაშიც არ ვეძებთ ამას. მერე აღმოვაჩენთ, რომ თურმე ეს არასწორი ყოფილა. და ასეც არის. არა შეჯდა წერი ხესაო, არა იყო გვარი მისიო. ძალიან მარტივადაა ნათქვა. და ამიტომაც თუ გვინდა ჩვენი ერისა და ქვეყნის ერთობა, ჩვენ უნდა დავიწყოთ ის, რაც მოგდგავს, ჯიშით და სისხლით მოგდგავს. ის, რაც ჩვენმა წინაპარმა გასაგებად დაგვიტოვა, ყველაზე მეტად გასაგებია ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩემი პაპისა და ჩემი პაპის ნაქონია და ნაკეთებია. და სხვა დანარჩენი შევმატოთ ამას. სხვა დანარჩენით ლაზათი შევძინოთ, ჩვენებური და ისე გამოვიყენოთ. სასიკეთოდ ჩვენთვის. და არა გადასაგვარებლად. ან კიდევ რო იტყვიან რაღაცა ისეთი აგრესიული დასაპირისპირებლად. ხშირ შემთხვევაში ეს აგრესია ჩვენი სისუსტისაგან მოდის. იმიტომ რომ მყარი არა ვართ იმაზე, რაც ჩვენია, რაც მშობლიურია. ამაში მერყეობთ და მერე გვინდა ის, რაც არ მოგწონს, იწვევს ჩვენში უკმაყოფილებას და ეს უკმაყოფილება გადადის მოჭარბებულ აგრესიაშიც. და როდესაც მყარი ხარ შენ, შენს ცნობიერებაში, შენს ზნედა ჩვეულებაში, შენს სარწმუნოებაში მყარი ხარ, მაშინ შენ იცი, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს, ვინც რა უნდა შემოგთავაზოს და ვინც რა უნდა უკაცრავად და გიჩხიკინოს, ესე იგი. ამიტომ ეს სიმყარე გვჭირდება ძვირფასო ძვანო და დანო და აი ამ სიმყარის მაგალითები არის ჩვენი ისტორია, ჩვენი მამების და დედების, მეფეთა და წარჩინებულთა და უბრალოთა მაგალითი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე ძლიერი და ყველაზე ბუნებრივი სალბუნი და წამალიც. და ჩვენი საშველიც. და ამიტომაც ეს დღე ხსენების ამ დიდი წმინდანების, დიდი მოღვაწეების დღესასწაული არის არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ მთელი ერისათვის. და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს და მინდა თქვა, რომ აი რა შეიძლება ახლა თქვა ჩვენ გავაკეთოთ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ჩვენ ყველას გვაქვს სკოლაში გავლილი. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემს თაობას და შეიძლება უფრო ცოტათი უფრო ახალგაზრდებსაც.
დღეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ გავდიოდით, სკოლაში არ ისწავლება. საერთოდ ისწავლება თუ არა, ისიც არ ვიცი, მართალი რო გითხრათ, არ მახსოვს. გარკვეულწილად ჩვენი პერიოდშიც შეცდომა იყო დაშვებული, იმიტომ რომ მერვე კლასში თუ არ ვცდები, პროგრამით იყო მერვე კლასში, მერვე კლასელისათვის ძველი ქართული ენის გაგება რთულია. რა თქმა უნდა, რთულია და ალბათ იმ ტექსტის ესეთი დავალება, რომ რაღაცა ამ ტექსტიდან ისწავლო, რთულია. ალბათ უკეთესი იქნება, რომ უფრო მაღალ კლასებში იყოს ეს ნაწარმოები გავლილი და ადაპტირებულად გავლილი, რა თქმა უნდა. მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია რომ პატივიც მივაგოთ და ამ წმინდანთა სულისკვეთება გავიგოთ, წავიკითხოთ მათი ცხოვრება. არის უკვე ადაპტირებული ვერსიებიც და კიდევ ერთხელ შევეხოთ სულიერებას ამ დიდი მოღვაწეებისა, დიდი წმინდანებისა და ჩვენი გონება და გული გავწმინდოთ მათი სიტყვის მოსმენით, მათი ცხოვრებისეული მაგალითის დანახვით. ერთმა დააგლოცო ძვირფასო ძბანო და დანო და შეგვეწიოს სრულიად საქართველოს ღირსი გრიგოლ ხანძთელისა და ტაო კლარჯეთის მამათა და დედათა უდაბნოების ტაო კლარჯეთის უდაბნოთა მამათა და დედათა მეოხება წინაშე ღვთისა. ამინ.